ვის ხელში უნდა იყოს მოსმენების გასაღები პირველი მოსმენა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დასრულდა. კანონპროექტის განხილვა სესიაზე ხმაურით მიმდინარეობდა. კანონპროექტი ახალი სიპის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება. მმართველი გუნდის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით არ იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. შენიშვნები აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. კანონპროექტსკენ სავარაუდოდ მომავალ სასესიო კვირაში უყრიან. არანაირად დამოუკიდებელი სააგენტო არ იქნება, არანაირი ეფექტური კონტროლის მექანიზმები არ ემატება, უფრო მეტი სერი რიგი მიმართულებებით უკან გადადგმული ნაბიჯი გვაქვს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ სურდება. კვლავ ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ქვეყანაში მოსმენებს გააგრძელებს სუსტად. ფარული მოსმენების შესახებ მიიღეს იგივე კანონი, რაც დაეწუნა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეხლა უკვე იმის შანსის არ აქვს, რომ გავასაჩივროთ საკონსტიტუციაში, ვინაიდან ქალბატონი მანა კობახიძის იქ დანიშნვით მოხდა ფაქტობრივად საკონსტიტუციო გადატრიალება. ამიტომ არავითარი აზრი არ აქვს ამ კანონის ირგვლივ ბნებათა ხელვას, ფაქტობრივად ხელისუფლების ყველა შტო უკვე დამყრობილი აქვს ქართულ ოცნებას. ის ვერსია, რომელიც არის წარმოდგენილი, სავსებით უზრუნველყოფს იმას, რომ ის ოქროშუალედი, რომელზეც ამდენი ხანი ვსაუბრობთ, იყოს მოდებნილი და ეს ოქროშუალედი იყოს დაცული. მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრი არის, რომ ის პროექტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ამ მიზანს უზრუნველყოფს ნამდვილად. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ჩართული იქნება კონტროლსა და ზედამხედველობაში. მეორე, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი საგამოძიებო ფუნქციასთან და ამ ახალ ორგანიზაციას არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. ამ მიმართულებითაც გვაქვს კარგი სტანდარტი შემოთავაზებული და მესამე, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ყოფილიყო გამოყოფილი ეს ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, როგორც იცით, შემოთავაზებულ მოდელში იქნება ცალკე ახალი სამსახური, რომელსაც გადაეცემა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია.